ეს სამთრის არდადეგებიც გადავაგორეთ. საღამოშობისა ძირფასო ტელემაყურებლო მოგესალმებით, ეს გადაცემა სკანერია. მე კი ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე გახლავართ. კი ვამბობ ზამთარი გადავაგორეთო, მაგრამ ისეცივა გარეთ ისეცივა, რომ თუმცა მარტი როცა წინ გიდევს ზამთარს ნურც აკებ და ნურც აძაგებო გამიგია. არ ვიცი როგორი ამინდი იქნება მარტში, მაგრამ საერთოდ არ არის დამოკიდებული ამინდი იმ განწყობაზე, რა განწყობის შექმნასაც მე ახლა თქვენთვის ვაპირებ. დღეს პირველი შემთხვევაა, როცა განახლებული სკანერი ორ ადამიანს და საერთოდ პროექტის შესახებ მოამზადებს გადაცემას. საქმე ეხება 3 მარტს იტალიაში, ქალაქ ბარში, ქართველი ემიგრანტებისთვის დანიშნულ ღონისძიებას, სადაც მე ვთვლი, რომ ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო კომპოზიტორი ზურა ჩინჩალაძე, აი ესე მინდა რომ მოიხსენო, ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო კორესპონდენტი, მე არა, კომპოზიტორი ზურა ჩინჩალაძე და ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა და სხვა შორის ძალიან პოპულარული ქართველი მომღერალი გიორგი დათიაშვილი იქნებიან სტუმრად. იმას ვამბობდი, რომ 3 მარტს იტალიაში, ქალაქ ბარში გაიმართება ქართველი ემიგრანტებისთვის მათი რა დავარქვა, ალბათ მონატრებული საღამო, რომლის წაყვანის ბედნიერება მემერგო წილად და მინდა რომ ყველამ გაიგოს, რომ იქ 20,000 ქართველია დაახლოებით ბარში და იმ ქართველებისთვის ჩვენ აი აქედან დიდი სიტყვა უნდა ჩავიტანოთ. ჩვენი სტუმარი ზურა ჩინჩალაძე და გიორგი დათიაშვილი იქნებიან. წავიდეთ და დავიწყოთ ახალი სკანერის გაკეთება. სტუმრად ზურა ჩინჩალაძესთან მოვიდით. მე კი დაგიხასიათეთ ვინ არის ეს ადამიანი და რას წარმოადგენს ჩემთვის და კიდევ ერთხელ განმეორდები თან მისმენს ახლა და მინდა რომ მანაც გაიგოს. თუმცა იცის რასაც ვფიქრობ მის შესახებ. თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი უძლიერესი კომპოზიტორია. მიუხედავად იმისა, რომ ის კლასიკოსია, საესტრადო მუსიკაშიც გადმოერთო თუ მოუწია გადმორთვა ეს კიდე საკითხავია და მოდი თავად ზურა ბატონს ვკითხო. საღამოშობისა ზურა ბატონო. გამარჯობა. როგორ გიკითხოთ? შვენივრად. ძალიან კარგი, შვენივრად უნდა ვიყოთ. ეხლა მე დაგახასიათე ისე რომ ერთ-ერთი საუკეთესო არა, მე ბევრი არასოდეს არ მომდის ხოლმე და აი ამ შემთხვევაში ეს ის შემთხვევაა, როცა თქვენ კლასიკოსი კომპოზიტორი და მუსიკოსი უცებ საესტრადო ამბავში აღმოჩნდი. რატო მოგიწია, რატო გამოგიწია თუ ვინ ხანია, დიდი ხანია. ბავშვი ვიყავი, როცა ჩემმა მასწავლებელმა ალექსანდრე შავარზაშვილმა კომპოზიციის. მომცადეთ მე სულ წერდი დაუბრალოდ სონატებს, რაღაც პატარობიდან პიესებს. და მითხარ რომ საესტრადო ჟანრში მოსინჯეო ერთი სიმღერა დამწერეო. აიღე რამე ტექსტიო, ავიღე ტექსტი ანა კალანდაძის პაწაწინარტო ვარ. და კიდევ ავიღე სხვადასხვა 4 სიმღერით მივედი შემდეგ გაკვეთილზე. და რა არის ესაო დაავიზდა რაც. და მე თქვი სიმღერები. მე ერთი გითხარიო შე 4 რა დაწერო, მეორეთ აღარ და გადახია ეს ნოტები. ეს და მეორეთ არ დაწერო ეს ჟანრი შენ იციო. მე გავიდა ის ამ მზიური მოხდა შემთხვევით. მზიურიში 4 სიმღერა გავარდა მე ჩუმჩუმად წერდი და სახში წარმოგიდგენია დედა მიგრძალავდა ნუ წერო შავარზაშვილი მე ეწყინებაო და ვიმალებოდი მე თქვი არ გამომაცხადოთ მე რობერტი მწამოყვანა თავისთან ბარძიმაშვილმა თან ჩაგერთობ თან მინდა რომ ვისაუბროთ რა მე ვიცი რომ შენ რაღაცა მაინც კეთილგანწყობილი არ ახარ ხოლმე ნუ მაცხადებთ რომ საესტრადო მუსიკა და ყოველთვის ამბობს ხოლმე მე კლასიკის კომპოზიტორი ვარ კლასიკური მუსიკის ადამიანს ესეთი თემები აქვს დაწერილი და ესეთი ნამუშევრები აქვს შექმნილი რომ მოусმინოთ რა ის ნინიკო და რა ის რაღაცა მაგრამ პოპულარული გახდა ესენი. ნუ რა თქმა უნდა ესენი გახდა იმიტომ რომ საქართველოში ცოტა ჩვენი კლასიკოსები ჩვენი ვიცი რამდენი ყავს კარგები და რომლებიც თავიდან საზღვარგარეთ არიან. აქაც არიან მაგარი ნიჭიერები და მაშინაც ვახსენე რომ საქართველოში ნიჭია ასად არ არის არც ერთ ქვეყანაში. მაგრამ რა ვიცი, მისაშველება ცოტა წერ თაროზე დევს. წერ თაროზე დევს და ეს რა და კიდე რაღაცა სისულელეს დავწერო, რა ამბავია, მე მოსწონდა მე მალადეც რო ეს დაწერეო და მე მეცინება ხომ რა იმის რა იმა ან ვაიმე რა ხდება და მე მეცინება ხომ მაგრამ ხალხ თუ უყვარს დიდი მადლობა სიყვარულისათვის. აი საზღვარგარეთი ახსენა და ჩვენ გაცემის თემა იცის მაყურებელმა 3 მარტს იტალიაში პირველი გასვლითი ღონისძიება მიუხედავად იმისა რომ თითქმის მთელი მსოფლიო მოვლილი გაქვს და თქვენი სიმღერები რა ვიცი არა ცოტა ალბათ იცით ჩამოსასვლელია ქვეყნები სადაც არ შეგისრულებთ. ამჟამად თქვენ გაქვთ გასტროლები კიდევ ევროპაში. საით როგორ რანაირად? ეხლა ჯერ მაქვს ბარსელონაში 20 მე ცოტა ადრე მივდივარ
28-ში და მე შემდეგ ბარში, ქალაქ ბარში, იტალიის. ხო და ეს საიდან წამოვიდა ეს ყველაფერი? ამას წინათ მქონდა კონცერტი ათენში. და კონცერტის წინ ავიყვანე ბავშვი პატაწინა გოგო. და ხო ვიცოდი რომ ქართველი იყო და მოვეფერე და რა ქვია შენ მეთქი და ბავშვი მიყურებს გაშტერებული. მაგანო ქართული არის აქ დაბადებულიაო. აი მე როგორ მეწყინა, იცით რა არის? ქართველმა ქართული არის. დედაც ქართველი, მამაც ქართველი და მაშინვე გამოვაცხადე დარბაზში რომ კი მაგრამ 26 საუკუნე ებრაელებმა არც სარწმუნოება დაკარგეს, არც ენა და არც ებრაელობა და მაგიტომ მიყვარს ეგერი. იბრძოლეს 26 საუკუნე მაინც თავისი და ამიტომ ქართველებო ნუ დავკარგავთ ქართულს. ილიამ არ თქვა ენა მამული სარწმუნოება. ნუ დავკარგავთ ამას. და მაგიტომ გადავწყვიტე რომ ქართველებს მოეფერო და ქართველებო ყველა ერი სოფლიოზე გავერთიანდეთ. ესე იგი ჩვენი პატარა გოგოს უნდა უმადოვდეთ იმ პატარა ქართველს რომ აი ზურა მოინდომა, რა თქმა უნდა იმ მეგობრებთან ერთად რომელიც უკან ნახეთ. რომ ქართული არის, ვიცი. ძალიან კარგი. როგორც შეგვირდით, ჩვენი დღევანდელი რეპორტაჟის სტუმარი გია საბიაშვილი იქნება, იმ ღონისძიების ორგანიზატორი, რომელზეც ამდენი ხანია ვსაუბრობთ. გიას ჩვენ იტალიაში, ქალაქ ბარში ველაპარაკებით და დაილოცო Skype-ის მომგონი. გია, დილა მშვიდობისა, შენთან როგორც ვიცი ახლა დილაა და მე მგონი გაგაღვიძეთ, მაგრამ კაი საქმისთვის უნდა მოგაცინოთ. როგორ გიკითხო? დილა მშვიდობისათ, მოგესალმებით და ღმერთ მაგას ესეთი კაი საქმეებისთვის ყოველთვის ადრე ავდგებით და პრობლემა არ არის. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ საქართველოს. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოახერხეთ და იმ Skype-ის დახმარებით ვახერხებთ ჩართვას დღევანდელ ჩვენს გადაცემაში. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. გია, ჩვენო მაყურებელმა უკვე იცის, რომ 3 მარტს დედის დღესთან დაკავშირებით ბარში ქართველი ემიგრანტებისთვის მოდი გავკადნიერდები და ვიტყვი, ალბათ დაუვიწყარი პოზიტიური კონცერტი გაიმართება. შენ ამ ღონისძიების თავი და თავი ხარ. ორგანიზატორებს ვეძახით ხოლმე ქართველები. შეგიძლია ძალიან მოკლედ მითხრა, რა მდგომარეობა, როგორი მოლოდინებია ბარში, რა შვებიან ქართველები, ელოდებიან ამ ღონისძიებას თუ და საერთოდ მითხარი ბარის ქართველების შესახებ რამე. საერთოდ ეს იდეა მე და ზურა ჩინჩალაძისგან წამოვიდა. და საერთოდ აქ ისეთი დატვირთული გრაფიკით მუშაობენ ქართველები, რომ ესეთი დღეები ძალიან ცოტაა და მით უმეტეს 5-6 წელია, მე 4 წელია რაც იტალიაში ვარ და 5-6 წელია და უფრო მეტი, რომ აქ ესეთი კონცერტი არ ჩატარებულა. ხო და ესეთი რაღაცა მოვიფიქრეთ, რომ 3 მარტს დედების დღეს მით უმეტეს რომ ქართველი კაცისთვის დედა წმინდა რა თქმა უნდა. ქართველი ქალბატონებისთვის, იმიტომ რომ 90% მაინც აქ ქალბატონები არიან. მინდოდა მიგვეძღვნა დედის დღესთან და დავნიშნეთ ეს კონცერტი. გია, რა მაინტერესებს, ბოდიში გაწყვეტინებ, მოლოდინი რაც მე ვნახე Facebook-ზე სპეციალური გვერდიც გვაქვს ჩვენ გახსნილი. იცი როგორ მოლოდინი, აი დღეებს ითვლიან უკვე ქართველები, რომ აი როდის მოვა 2-3 მარტი, 3 მარტი როდის შევხვდებით ერთმანეთს, როდის რისი დეფიციტი ვიგრძენ, იცი თვითონ ეს ქართველებიც აქტიურად ვერ ხვდებიან ერთმანეთს ბარში, ის ყოველს თავის სამსახური აქვს, დრო არ აქვს თუ რისი დეფიციტია იმ ურთიერთობის? კი, ურთიერთობის დეფიციტი ნამდვილად არის, მაგრამ ხუთშაბათი და შაბათი ესეთი დღეებია, როდესაც ქართველები იკრიფებიან და ძირითადად თავშეკრის ადგილები არის დასასვენებელი პარკები, ესე რომ ვთქვათ, ხო და ესეთი კონცერტი მე მგონი კი არა, მე მგონი იტალიას არ ახსოვს საერთოდ და რავი, ნახოთ, ძალიან დიდი მოლოდინია, ძალიან დიდი, რომ აი ჩემი წერე ვინც არის და აქ საერთოდ ძალიან ბევრი ქართველია. და ნახოთ რა იქნება ეს პირველ რიგში რომ დედებისთვის მიძღვნილი დღეა და მეორე რიგში გვინდა რომ ესეთი დღეები ქართველებმა გარდა იმისა რომ მუშაობენ იგრძნონ თავი ქართველებად და ის ქართული სული და ის ქართული გული რა ვიცი მეგონი რომ რაღაცა კი არა მაგარი რაღაცა გამოგვიყვება ჩვენის მხრიდან ნაკედან თბილისიდან მაგას გვირდებით რომ აგერ ზურაც გიორგი დათიაშვილის და მე ჩემ და თავად ვეცდები ამ ყველაფერს რომ ჩვენი ქართველი საყვარელი ემიგრანტებისთვის რომლებიც
არც ვიცოდი თუ ბარში ამდენი ყოფილა და აღმოჩნდა რომ ჩემი უამრავი შორეული და ახლობელი ნათესავიც ბარში ყოფილა ჩვენის მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ იმის რომ დავიწყარი დღე ვაჩუქოთ ამ ადამიანებს და მე კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაგიხადო იმის რომ ხელი მოკიდეთ ზურასთან ერთად ამ ღონისძიების ორგანიზებას და საშუალებას აძლევ მოდი ასე ვთქვათ ბარელ ქართველებს ჩვენთან შეხვედრის გვირდებით რომ ჩვენის მხრიდან ღირსეულო ასეთი ტერმინია ღირსეულ კონცერტს მივცემთ აი ხარეთ მარტო ჩემი მონდომება არაფერი არ იქნებოდა ზურა თქვენ რო არ ყოფილიყავთ აგრეთვე ჩვენი დათიაშვილი და თან მე მგონი რომ ისეთი სიმღერებია და ისეთი გული და სულია რაც ემიგრანტებს ძალიან სჭირდებათ და რა ვიცი ისევ და ისევ თქვენის აი ესეთი დიდი დახმარებით დიდ მადლობას მოგიხდით და ნახოთ. პირიქით, მადლობა თქვენ და მოდი ჩვენს ტელემაყურებელს კიდევ ერთხელ დავპირდეთ რომ ექსკლუზიური რეპორტაჟი ექნებათ და ამას მთელი სოფლიო ნახავს. ჩვენ ვამზადებთ მთლიან რეპორტაჟს ამ ღონისძიებიდან ჩამოვიტანთ ამ რეპორტაჟს ბარის კონცერტიდან და ამას მთელი ქვეყანა ნახავს რა როგორ გაკეთდა ბარში 3 მარტს. ძალიან დიდ მადლობას მოგიხდით აი ამ ყველაფერზე განარამია მაგრამ მაინც რაღაცაა ძალიან მაგარი რაღაცაა და ამაში ძალიან წვრილი აგერ თქვენ შეგაგდა რა ვიცი ძალიან დიდი მადლობა ისევ და ისევ საქართველოს უსურვებდი კარგად ყოფნას და აქ აი მე მგონი უკვე 20000 გადასდა იმ ქართულ სიტყვის ეს პატარა ქალაქი ნუ პატარა არ არის 9 მილიონიანია მაგრამ მეც მაგას რომ მალე დაბრუნებული ყავით და ყველა ჩვენი საქმე გეკეთებინოს, მაგრამ ამჟამად 3 მარტს სხვა ქალაქებიდანაც მოდიან და ძალიან დიდი მოლოდინია და ვიცი, მოკლედ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო გია ამ ჩართვისთვის და ბარელ ქართველებს შენი სახით მინდა კიდევ ერთხელ დავპირდე რომ ჩვენ 3 მარტს შევხვდებით და ერთ შვენიერ ძალიან ლამაზ დღესასწაულს გაჩუქებთ. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ესეთი ღონისძიების ორგანიზატორი ხარ. ეს ერთი და სხვა მრავალი გისურვებთ ისეთ საქართველოში დაბრუნებას, გაქცევა და წასვლა რომ აღარ მოგინდეთ აი ამ ქვეყნიდან. გეცმაკნეს. გაიხარეთ. ძალიან დიდი მადლობა. ნახვამდის. გაიხარეთ, კარგად. მოდი მე ვიცი რომ ამას ერთჯერადი ხასიათი არ აქვს ამ გასვლა და შემდეგშიც იგეგმება რაღაც ქართველი ემიგრანტები. იგივე ამავე ფორმატში უნდა კონცერტი საფრანგეთს უკვე ერთი არის ლაპარაკი უკვე მალევე ამ კონცერტის შემდეგ ისევ იტალიაში კიდე გამეორებით უკვე სხვა ქალაქებში ეს არის ჩtildeოეთის და კიდევ ნაპოლის ეძახიან მე ნეაპოლი ვიცოდი ნაპოლის ეძახიან და არის ამერიკაში, შტატებში, ნიუ-იორკი, ვაშინგტონი. მოკლედ მაქსიმალურად ვცდილობ ზურაბატონი რომ შეიძლება მეგაზე წლის საუკეთესო პროდიუსერის ნომინაციას გამოკრას ხელი იმცეთი ღონისძიების ორგანიზატორობას ვცდილობს. არ ვიცი, როგორც ჩანს ქართველ ემიგრანტებს სავარაუდოდ კარგი ქართული ტკბილი მშვენიერი საღამოები ელის. ნუ იმას რომ 3 მარტს ჩვენებას პირდებით ეს ფაქტია. უმღერებ რა. შენი სიმღერები მომღერალი არა ვარ, ნახე როგორ ჩახლეჩილი ხმა მაქვს. მე რა ზურასაც ეგეთი ხმა აქვს ჩახლეჩილი, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესოა. ხო, მითხრა ჩემმა მეგობარმა, კამაზი რო ხრეშ დაცლი ეგეთი ხმა გაქვს. კარგი, მოდი ჩვენ ბარელ ქართველებს დავპირდეთ რომ 3 მარტს ჩვენ ერთ-ერთ საუკეთესო ღონისძიებას და დღეს უпроსორად გაჩუქებთ იქ იტალიაში. ასეა? ნამდვილად უნდა მოვეფერო და აი კონცერტი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ გიორგისთან ავიდეთ დათიაშვილთან სამსახურში სტუდიაში ავიდეთ და მოვიკითხოთ. მოვიკითხოთ დავადგეთ და მაინც ერთად მოგვიწევს. მაინც ერთად მოგვიწევს. მე სტუდიაში გავიდეთ, სიმღერა გაქვს ჩვენს ხალხში ჩასაწერი და ბარელ ქართველებს მინდა მიმართო, მათ უკვე იციან. ის მეც კი გამაგიჟეს და მეც კი მაჩუქეს ერთი ფრაზა. აბა დღეს როგორ იმღერებს ნახოთ. სიმღერაში ერთი ფრაზა მაჩუქეს და რა ვქნა, უნდა გავგიჟდე მათთან ერთად და მეც უნდა გამოვიდე სცენაზე როგორც წამყვანი და როგორც ჭყალებში მომღერალი. მაგრამ მინდა რომ თქვენ, ჩემო ძვირფასო ემიგრანტებო დარბაში ვინც იხდება, წინამდები თუ არ იქნება ზურაბატონო, ჩვენთან ერთად შეასრულოთ ეს სიმღერა. ტექსტებს ახლა ვაპირებ დაბეჭდვას და ნუ როგორც შეძლებენ. როგორც შეძლებენ. ისე ყველა ქართველი ნიჭიერია. რა თქმა უნდა. ყველა მიცის. და ყველა პირველები ვარ და ყველა ნიჭიერი. ქართველი მე არ მინახია. კარგი, წავედით მაშინ ზურაბატონო გიორგისთან და მოვიკითხოთ სტუდიაში. დავიდეთ გიორგისთან. აბა, დროებით, წავედით. ხო, რაო, ფორტუნა რეკორდში მოვედით და ეხლა შევაწუხებთ გიორგი დათიაშვილს, მაგრამ აქ მე მგონი
ჩაწერის პროცესია, მაგრამ ჩვენ ხო თავხედები ვართ. წამოთავხედურად შევეჭრათ. აი იმ სიმღერის ჩაწერა მიმდინარეობს, რომელზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. გამარჯობა ჩემო ბატონო. ძალიან დიდი ბოდიში ესე შემოგეჭერთ. გიორგი მუშაობს იქ, ხო? გიორგი მუშაობს. ხო შეიძლება რომ თავხედურად ესე ავდგე და შევეჭრა ეხა მე გიორგის. გიორგი ბოდიში ჩვენ საზღვარი არ აქვს ჩვენს თავხედობას და შემოგეჭერით აი ესე სტუდიაში სიმღერის ჩაწერის დროს. ეხლა მე მაყურებელს მოვახსენებ, რომ მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები და უყურებ აი ნამდვილად ეს იტალიაში რომ იყო ნაცნობი სიმღერა იქნება შენთვის. მეც რომ არ გუნეთ ტექსტი ეს ის არა, ის სიმღერა იწერება, სრულდება უკვე რაღაცა ისეთ შტრიხებზე ვართ გადასულები რომ ბოლოში? კი ბატონო, უკვე ფინალია და რა მე მგონი კაი სიმღერა უნდა გამოვიდეს. ამაზე კარგად ვერავინ ვერ შეაფასებს ჩემს ვოკალურ მომკალურ მონაცემს და შვენიერია ბესო შედგა. აი თბირო ყრუა კაცო. როგორ გიო გეკადრე? სხვათა შორის ჩვენ ახლა ზურასთან ვიყავით, ზურადან მოვდივართ პირდაპირ შენთან და აი მოვიარეთ იქ რადიოში შევიარეთ ბეგისთან. საიხანი აქ ახარ. ხო, ჩვენ მუშაობთ აქ და იქ რაღაც შეკვეთა მიიღოს რადიოში და გიორგი დათიაშვილის სიმღერა გაუშვით და ნუ მე სულ არ გამკვირვებია რომ შენი ის სიმღერა რომელიც მე ძალიან მიყვარს, რა თქმა უნდა, უპოპულარესია და სხვათა შორის მეგა მიიღო შარშან 2015-ში ამ სიმღერამ ერთ-ერთი მეგა და მე კიდევ ერთხელ მინდა რომ მოგილოცო. გიო მზად ხარ იტალიისთვის? მზად ვარ, რამოდენიმე ახალი სიმღერაც გაკეთდა ამ სიმღერის ჩათვლით და მე მგონი რომ ძალიან ლამაზი საღამო უნდა ვაჩუქოთ და პირველი ის მიხარია ყველაზე ძალიან რომ ჩემთვის უცხო ხალხი Facebook-ის საშუალებით, რომლებიც იტალიაში კი რაღაცა ისეთ წერილები მომდის რომ ძალიან მიხარია სულ მალე ჩამოვალთ და ლამაზ საღამოს ჩავატარებ. ორ კვირაში იქავართ უკვე ფაქტიურად. უკვე იქ ვართ რა. სხვა შორის მე ვიცი რომ ძალიან ბევრს მოგზაურობ და არ არის შენთვის ეს ახალი გასვლები, თუმცა ბარში თორსები. კი, იტალიაში საერთოდ. კი, პირველად მივდივარ და ძალიან მიხარია რომ ქართველებისთვის მივდივარ, მაპატიეთ ყველამ. არა, ეს უპატიებელი არაფერია, მაგაში კარგია. ხო და ძალიან როგორი არის ემიგრანტი მსმენელი ხა სხვა ქვეყნებში სადაც საბერძნეთი, ისრაელი, რა ვიცი სადღაც. ძალიან მომწონს რომ საზღვრებს გარეთ გასული ქართველები უფრო ქართველობენ, ძალიან მომწონს რა ეხა უფრო მესიამოვნებოდა აქაც, კი, აქ იყვნენ და აქ იქართველონ, მაგრამ მომწონს და მიყვარს იმათი ეს ქართული სულისკვეთება, მით უმეტეს ალბათ ეგრეა რა, შორს როცა ცხოვრობ რაღაც დიდი პერიოდი უფრო აფასებ შენსას და ძალიან დიდ სითბოს გამოთქვავს ხოლმე ის ხალხი იქიდან და მე მიხარია რომ საშუალება მოგვეცა ერთად რომ ამ ხალხს მოვეფერებით რა. სხვა შორის მე მაყურებელმა იცის და გიორგი მას და რა ვიცი ყველა მთელმა ჯგუფმა იცის რომ მე ყველაზე შიშარა ვარ თვითფრინავში. არ ვიცი როგორ ჩავფრინდე ღმერთო გადამარჩენ. შენ თუ გაქვს ასეთი შიშები? საერთოდ სიმაღლის შიში მაქვს, მაგრამ თვითფრინავი არის ერთადერთი სადაც აღარ მეშინია, იმიტომ რომ აზრი არ აქვს. გეშინოს არის. მაგარ გირჩევა მომწერ რა აზრი აქვს რა. ხო და ასე რომ რა. დიდი მადლობა დამამშვიდა გიორგიმ. გიო მოდი ზურა რომ შემოვიყვანა სტუდიაში მე აღარ შეგიშლით ხელს და თქვენ გააგრძელეთ აქ და მე ჩემ პარტიტურას თუ რა ქვია ჩემს პარტიასაც აგამღერებთ შენ. წავიკროყინებ. ნახოთ რა გამოვა. ზურა მოდი აი ესე იგი წერან გიორგი ჩავწერე მუშაობდა აქ ეხა შენ ნახე გამალებული ამბავი მიდის ხო? ხო და გიორგი მუშაობდა თავის საქმეს აკეთებდა. აი გიო ზურაც აქ ერთად ვიყავით და ხო როგორ ბრძანდები? აღარ არის დრო კაცო, მთელი ბარი გველოდება 20,000 კაცი გველოდება ქართველი. გიორგიმ ჩაწერა თავისი რაღაცა მონაკვეთი ხო როგორც ვთქო. ეხა ეგ ეწერა ზურა და შენი ის არის. გაიხადე შევდექ საქმეს. რას მიყურებ კაცო? დავაი. Sivები გათბობს მიდამოს და ისევ მინდა სიცოცხლე ვიწამო ოთლები შრიალი ჩიტების გალობა რასაოცარი მოგვეცა წყალობა
წავა? ხო, ხმაო და ის ხო. აი, მეც ნუ მომთხოვთ, ეხა არ ვარ მომღერალი. კომპოზიტორი, მომღერალი. მე ჟურნალისტი ვარ. არა, ყველა ქართველი მღერის. ხო. ყველა ქართველი ნიჭიერა, ყველა ქართველი პირველია, ხო? არა, პირველი. შენ იცი ქართველებს რომ უნდა გაითვალეო და პირველი. ჩვენ გაგვიმარჯოს, ყველა ქართველები, რა თქმა უნდა, ყველაფერში ქართველები ვართ, მაგრები ვართ და კარგები ვართ. 100-ია? 100-ია. შედგა. სამყარო იღვიძებს ბუნება ჩვენს გულებს ისე სიმღერა უნდა დილის მზის ხილები გაათბობს მიდამოს და ისევ მინდა სიცოცხლებით ამო ფოთლები შვიანი ჩინების გალობა რასაოცარი მოგვეცა წყალობა სულში შემოდის ღიური სინათლე ჩემო ძვირფასო ქართველებო, ჩემო იტალიელო ქართველო ემიგრანტებო, სამარს დედის დღესთან დაკავშირებით კი ჩვენ ჩავდივართ ქალაქ ბარში ვიქნებით. აი ჩემი ზურა ჩიჩალაძე, ჩემი გიორგი დათიაშვილი, თქვენი მონამორჩილი ბესო ჩუბინიძე ჟურნალისტი. სამარს ერთად შევხვდებით 2 საათზე ვიკრიბებით. ხო ზურა? 2 საათზე. 2 საათზე ვიკრიბებით. მოვეფეროთ ჩვენს აბარა, ემიგრანტებს. უნდა ჩაგეხუტოთ, მოგეფეროთ, გიმღეროთ და დიდი სითბო უნდა წამოვიღოთ. აი ამ ქალაქიდან რომელიც თქვენ ძალიან გიყვართ. გიო, ეგრე არ არის? ძალიან ბედნიერია რომ შევძლებ სამარს მოვეყაროთ ყველა იმიგრანტს რომელიც იტალიის ქალაქ ბარში შეგვდება და ვხვდებით ძალიან ლამაზ საღამოს სიმბოლიზმის მონაწილეები ვართ და ალბათ ძალიან კაი ახალ სიმღერებს შევსრულებთ. აუცილებლად მე ამზადებდით ამჟამად ახალ სიმღერას რომელიც პრემიერას ამ ქალაქში იქნება და ხოდი ისიც გაუმჟღავნოთ სამივე ერთად რო ვაპირებთ ძალიან მაგარ რაღაცას. მე გეტყვით ერთ რაღაცას ბოლოში აი 2 საათის შემდეგ როცა უკვე დავხურავთ ხო კონცერტს ჩვენ გვაქვს ერთი მაგარი სიმღერა მომზადებული ზურა ბატონმა ეხა როგორც ყველაზე მაგარმა კომპოზიტორმა გააკეთა ესეთი რა მიქსი ქვია ხო მაგას მეც კი ამამღერეს ვაი სირცილო მაგრამ მეც ვამბობ რაღაცა თქვენთან ხო არა თქვენთან ერთად უნდა ვიმღეროთ ჩემო ქართველობა აი თელი დარბაზ ჩვენ დავდეთ უკვე YouTube-ზე ეს სიმღერა და თქვენთან ერთად დავემშვიდობოთ აი იმ დღეს ჩვენ თქვენ დაგემშვიდობებით ავყვევით ამ სიმღერაში და სამივე ერთად რომ შევასრულებთ ამ სიმღერას ჩვენი მაყურებელიც აი ეს ჩვენი ქართველები მონატრებლები ჩვენთან ერთად იმღერებენ წინამდე ხო არა ხართ რომელი დიდი სიამოვნებაა არა ხო და ესე ჩემო ქართველებო გელოდებით 3 მარტს იტალიაში ქალაქ ბარში
მე რა რომ ვიმყოფებით გიორგი დათიაშვილის სამსახურში, ეგ არაფერი. ზუსტად მის თანაშრომლებს მინდა რომ კითხო, რას ფიქრობენ და როგორ მოსწონთ გიორგი დათიაშვილი. აი მოდი, აი ესე შემოვეჭრათ პირდაპირ. გამარჯობათ. გიორგი დათიაშვილზე მინდა კითხოთ 1-2 სიტყვა. იცნობთ ხო ამ მომღერალს? კი, ვიცნობ. როგორი ბიჭია, როგორი მომღერალი? აი თქვენ ჯერ რას მეტყვით, მითხარით ამ გიოს. ძალიან კარგია, ძალიან. აი ესე მოკლედ და კონკრეტულად, მოკლედ ძალიან. კი, ნამდვილად ძალიან კარგია. ყოველ დილით უსმენ ხოლმე მაგის სიმღერებს. ეხლა ძალიან ისე რო არ გამოვიდეს ვეთანხმებით გამყრელი ძის დასკვნასო. მე აი შინაარსი სიმღერებს რა მინდა, იცი ის მღერის ადამიან პატრიოტულ სიმღერებს ქართულ. აი გიომ რო იმღეროს მაგალითად რეპი რო შეასრულოს, ხო? მოგეწონებათ? აი რეპი ნასახლარებზე ძალიან კაი სიმღერაა. აჰა. აი მისი რეპერტუარიდან ეგ მოგწონს როგორც მე. კი, მომწონს ეგ სიმღერა ძალიან. თქვენ რომელი მოგწონთ მისი რეპერტუარიდან? ყველაფერი მომწონს, რასაც მღერეს. და მე თვითონ ჩემ პიროვნულადაც ჩემში მომწონს სიმღერაა. ძალიან. კაი ბიჭია. აშკარად კაი ბიჭია. მოდი შევთანხმდეთ. და კაი შვილები ყავს. აი, აბა მოდი ახლა აქ შევიდეთ და ამ სამსახურში ვიკითხოთ. აი პირველივე ვისაც დავინახავ, ისე ჩაკირკიტებს კომპიუტერს, აშკარად რაღაც საინტერესოს კითხულობს. გამარჯობა, როგორ ხარ? კარგად. რა ხდება ვერხოვნის სუდკად? ჟალობე გერმანსკენ, რაღაც საერთაშორისო ამბებში ხარ. იცი რა უნდა კითხო? გიორგიზე მინდა კითხო დათიაშვილზე. ხო იცნობ ამ მომღერალს? დიახ. მე როგორი მომღერალი მითხარი? კარგი. მოკლედ სიმღერები? კი. ძალიან ბევრი სიმღერა არ ვიცი. რა ვიცი. გაგახსენდება ისეთი რომ არ გამახსენდება ესე უსებარა. მაგრამ მიხვდები რომელია, კი. ხო? კი. აი რომელი ქართველი დიდი მომღერალი შეიძლება შეადარო გიორგი დათიაშვილს ამ მითხარი? ვაი მე არ ვიცი. არა. არა. თუ ქართული მუსიკის ფანი ხო ხარ? ასე თუ ისე. და რას უსმენ? აი ქართულს არა ვთქვა პირველი. უფრო ქართულს ერთად არ უსმენ. გულწრფელად რომ გითხრათ. ხედავთ როგორი გურწფერი აღიარება გააკეთა? ქართულს არ უსმენ სამწუხაროდ. ძირთადად უსმენ, არ ვიცი. თურქულს. არა, თურქულს არ უსმენ, არც თურქულს. ინდურს? არა, ვაიმე, არა. ინდურს. კი. დისკო მოგწონს? არა. ხმ? კარგით, გავიდეთ. აი მე ხა ისეთი კაცი დავინახე, რომ არ შეიძლება ამ კაცს არ ვკითხო აზრი. აი ეს კაცი ჩემო ძვირფასო მეგობრებო და ტელემაყურებელ არის ლეგენდა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ნახეთ რა ხელა კაცი, ვაშკაცი ადამიანი. ხელა ლეგენდა. ხელა ლეგენდა და რეზოს არ ვიცი 15-20 წელია ალბათ, ხო? დაახლოებით 18 წელია ამ სივრცეში. ამ სივრცეში ტრიალებს და ამ სივრცეს ქვია მუსიკალური სივრცე და ყველაზე კარგად ალბათ აზრს გიორგი დათიაშვილზე ის ჩამომიყალიბებს. ამ მუსიკოსზე. გიორგიზე ვსაუბრობთ? უნიჭიერესი მუსიკოსი მე ვიტყოდი. არა მხოლოდ როგორც მომღერალი, არამედ როგორც კომპოზიტორი და ამავე დროს ხმის რეჟისორიც ძალიან სერიოზულია. ის ჩვენთან ჩვენთან მოღვაწეობს, ხო მუშაობს ფორტუნა რეკორდში, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხმის ჩამწერი სტუდია. და ნუ არ ვიცი ესე იგი რახან აიყვანეთ რადონის ყური აქ ბიჭს ხვდებით რომ რახან აგარია ძალიან სერიოზული როგორ გითხრათ ანუ არ მხოლოდ მომღერალი კომპოზიტორი და ტექსტების ავტორი არამედ ძალიან სერიოზული ხმის რეჟისორიც გახლავთ ტექნიკური ამბავი რა თქმა უნდა დაწყებულია იმ ჩვენ რო ვეძახით რას ვეძახით იმას რა ქვია ფონოგრამას კი არა მე პირველად რა ვიცი რა მიქშერი აი არა პირველად რაც იწერება სიტყვა თვითონ ტრეკები რო იწერება რა არანჟირება დაგვეხმარეთ ხავ ხო ისა რა ქვია ზოგადად დარხეული აქვს ხო ქართულ მუსიკაში ზოგადად ქართულ შოუ ბიზნესს როგორც ბესომ აღნიშნა დარხეული აქვს დიახ იმიტომ რომ მე როგორც ფორტუნა პლუსის მენეჯერს შემიძლია თავისუფლად თქვა რომ ნუ აი ჩვენს ფორმატში ანუ თანამედროვე მუსიკალურ მიმდინარეობებში ძალიან აი სამ თვეში ერთხელ თუ ვიღაც რაღაც ახალ ტრეკს მოიტანს ნუ განსხვავებული სიტუაცია იგივე ჩვენს ერთ-ერთ რადიოსადგურზე არ დაიდარდოზე აქ უფრო ჭარბობს სიახლეები იმიტომ რომ მაინც უფრო რა ვიცი ალბათ ვოკალური ფოლკლორული ანსამბლები და ნუ ის მომღერლები რომლებიც ღერიან ქალაქურს არ ვიცი რაღაც ფოლკლორს ხმებში თუ ცალკე უფრო მეტი რამ იწერება მაგრამ რაც შეეხება თანამედროვეს მე მაგას თუ მეკითხები ბესო თანამედროვე შოუ ბიზნესს ძალიან იმიტომ გეკითხები რომ ჩვენ გვახსოვს ორივეს პერიოდი როცა
რიგი იდგა აქ ფორტუნა პლუსში, ვინ ვის შემდეგ მე გასულიყო ეთერში. მე მქონდა ესეთი შემთხვევები, აღარ მახსოვს, ნუ კვირის რომელიღაც დღეს რა არ აქვს მნიშვნელობა, ორშაბათი იყოს თუ ოთხშაბათი, მქონდა ხოლმე პრემიერები ქართული სიმღერების და მე მახსოვს ძალიან ბევრჯერ, როდესაც დაურეკავს მორიგ თქვათ მომღერალს, რა აი ბრეზო ახალი მაქვს რაღაც, მithქვამს რა ამ კვირაში უკვე 3 პრემიერა მაქვს დანიშნული და მოდი მომავალ ოთხშაბათს შემეხმიანე. ხედავთ რა ხდებოდა ჩემო მაყურებელო, იყო პერიოდი, როცა რეზო ვერ ალაგებდა პრემიერის რიგითობას, იმიტომ რომ იყო ბევრი და მუშაობდა ხალხი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო. ახლა ჩვენ გავიპაროთ გიორგი დათიაშვილის მეუღლე მუშაობს იქით და ვნახოთ რა საკეთებს. ეს ამჯერად რადიო ავტორადიოში მივდივართ. აი, აქ უნდა იყოს სადღაც ავტორადიო, მაგრამ ავტორადიოში გვანცა შეიძლება რომ შემოვიდეთ? 2 წუთში შემოდი თუ ასე გითხრა გვანცამ. აი ეს გოგონა არის გიორგის მეუღლე. ახლა ეთერშია, რა თქმა უნდა არ შევეჭრებით, იმიტომ რომ მე მგონი მსმენელი ყავს. აი ხა ჩვენ სანამ ეთერში შევეჭრებით გიორგის, კი არა და გიორგის მეუღლეს გვანცას დაველოდოთ ზუსტად 2 წუთი. მოდი. ხო, აი ნახე, გავიდა 2 წუთი. ესეც გამოირთო. მე მგონი შეგვიძლია შესვლა, მაგრამ მოდი მაინც დავაკაკუნოთ. მოვედით. აი ეს მთლად შემოჭრა რო არ გამოგვივიდეს, გვანცასთან ვართ. უკვე შემოგეჭერთ. აი ეს არის ვიზეთ საუბრობდით, შვენიერი გოგონა გვანცა საღამოშიდობისა გვანცა. საღამოშიდობს, კარგად, თავად როგორ ხარ? უნდა მაპატიო ესე უცებ შემოჭრა ეთერში, იმიტომ რომ გადაცემა ისეთ ადამიანზე მზადდება, რომ შენ რომ არ კითხო რამე, არ გამოვინა ეს ადამიანიც. სავარაუდოდ ხო, ჩვენ მივხვდი ბესო. რომელსაც ჩვენ მე გიო და ზურა ჩინჩანაძე ერთ შვენიერ საღამოს ვაწყობთ იტალიაში ბარში. იცი ეს რამბა უშვებ ხო? უშვებ, არ მაქვს არანაირი პრობლემა. დიდი ხნით უნდა წაიყვანო? დარჩენას ვაპირებთ იქ მიკროფონი გამორთულია ხო და ჩავბარდეთ. არ უშვებ ხო? არაფერ. ნახე, ვის უტოვებს 2 ბავშვს და შვენიერ მეუღლეს. სხვაშორის აგერ ბატონი ზურა ყავს სტუდიაში. ზურა ბატონო, თქვენ იცოდით რომ გიორგი მღერო და რუსულად? არ ვიცოდი, პირველად მესმის გიორგი თუ მღერო და რუსულად. რუსულად ხო? და ბარში მე მღერი ვარ ნიუ-იორკისთვის მომზადებული ვარ, რაისკი როზე, მე და ამერიკელი გოგო მღერი ვარ რუსული. ვინ ამერიკელი გოგო? მანანო დონაძე. მანჩო. ნუ ამერიკელი, ნუ ქართველი. სხვაშორის მანჩოს რუსული სიმღერა. მანჩოს და შენ ზურა ბატონო, მე ნახე რაღაცა ახალი კლიპი გაქვთ გაკეთებული თუ არ წლები. ის მაჰეტენზე წვიმს, ოღონდ ის ქართულად არის. მე რა, უკეთესი. მოდი ჩვენ მაყურებელს ამ კლიპს შევთავაზებ თქვენის ნებართვით. შეიძლება? აუცილებლად. მაშასე ზურა ჩინჩალაძე და მანჩო დონაძე. პრემიერა ჩვენს ეთერში. სევდამატუხებს დობილო და მონატრება მჭის რატომღაც ასე მგონია რომ მან ეტენზეც წვიმს აპრინდა ფიქრი თოლია სადღაც წასულში ქრის აწვიმს სიონს და მგონია ეტენზეც წვიმს დაღლილი თვიმაღიღინებს და წასწილები ხავს მე ჩუმად შემოღიღინე და გაგახსენებს ოკეანეს და ზღვებს იქით მოგონებები მამოსულა თბილისში და მანჰეტენზეც წვიმს აქ სხვა დილებით ვთენდები სულ სხვა თვიმები ცვი და რკინი
მომწყერია ძის სევდა მაწუხებს მობილო და მონადრება არჩის ძიმს მანჰეტენზე დავიცი რომ ჩემს თბილისშიც ძვის მე წამხავს ჩემი დუნია მოგონებებში ხრის ძვის და რატომ გაწნაგონია რომ ჩვენს გულებშიც ძვის და ღილით ვიმაგიღინებს და წარწილებით მე ჩუმა ჩემო ღირინე და გაგახსენებს ოკეანის დაზღვეციქით მოგონებები გჭირს თვიმა მოსულა თბილისში და მანჰეტენზეც თვლის მე ჩუმა ჩემო ღირინე და გაგახსენებდათ ოკეანის დაზღვეციქით მოგონებები გჭირს თვიმა მოსულა თბილისში და მანჰეტენზეც თვლის თვიმა მოსულა თბილისში და მანჰეტენზეც თვლის აი როგორც შეგვიდით, მოვედით. მე მგონი თბილისში ყველაზე პოპულარული რადიოა 96.7. დიდი გამოცნობა არ უნდა, რომელი რადიოს სტუმრები ვართ? კი, არ დაიდარდოზე ვართ. აი ბეგიზის ახლა ხედავ სტუდიაში და რაც არ გამიკეთებია, იმას გავაკეთებ, უნდა შევეჭრა, აი პირდაპირ ეთერში და მე მგონი აქ ეხა რაღაცა გამიბრაზდებიან. აი ბეგია სტუდიაში დაუკაკუნეთ. ბეგი გამარჯობა. ჩემ პირდაპირ ეთერში შემოგეწერით და მე მაპატიოს ჯერ ჩემ მამაყურებელმა მერე შენ მასმენელმა და მერე კიდე შენ როგორ ხარ? სტუმარი ყოველთვის ღვთისაა. ხო, მაგრამ რაღაცა პირდაპირ ეთერში შემოჭრები მაინც რეკომენდირებული არ არის ხოლმე. არ არის და ამისთვის წითელი გაკრულია სხვათა შორის. დაგვიჯიან ახლა ჩვენ, დაგვიჯიან, მაგრამ არ დავგსაჯოთ. ბეგი როგორ ხარ, ხო? კარგად, დიდი მადლობა. კი, ყოველთვის ესეთ შემართებით. არც სიდარდე ბიცემიტი ეთერში. ხო, თან ნათელი სტუდია გვაქვს. ძალიან კარგი. იცი მე რაზე მომინდა რომ შეგაწუხო სულ 2 წუთით რომ არ მოგაცინო შემსმენელს გიოზე ჩვენს გიოზე დათიაშვილზე და ჩვენ ზურა ჩინჩალაძეზე ვამზადებთ გადაცემას და რაღაცა ესეთი შეკითხვა გამიჩნდა რომელ სიმღერები აქვთ მათ ყველაზე პოპულარული შენი მსმენელიდან გამომდინარე პირველი რაც მახსენდება ეს არის ალბათ გიორგი დათიაშვილის შემთხვევაში მისი სავიზიტო ბარათია ჩამოუქროლებ ჩემს საქართველოს რომელსაც ყოველთვის ითხოვენ და არ ბერდება ეს სიმღერა და რომელმაც ძალიან გაუთხა სხვათაშორის სახელი და მეორე რაც ბატონ ზურა ჩინჩალაძის ეხება ბევრი კარგი სიმღერა აქვს მას დაწერილი მაგრამ ძალიან აქტიურობენ ჩვენთან ემიგრანტები ხშირად გწერენ და ამიტომ ალბათ ყველაზე საყვარელი სიმღერა მაინც არის ემიგრანტის ნოსტალგია და სწორედ მას ითხოვენ ყველაზე ხშირად ძალიან კარგი მე ახლა ვიცი რომ შენ ეთერი გაქვს და უკვე გიქონებს მეწყება ხონები გეწყება მე რა მინდა იცი რომ მე ჩუმად რომ დავდგე იქით ხომ არ შეგაწყო კი ბატონო ჯერფასტერ მაყოლო მე გავიპარები ბეგი მიხედავს თავის საქმეს ნახოთ ვინ მოითხოს გიორგის სიმღერას ვინ მოითხოს ზურას სიმღერას და ასე შემდეგ ჩვენ გავიპაროთ ეთერისგან ბეგი დავტოვოთ სტუდიაში მოგესალმებით დიახ რადიო რომელი სიმღერა გნებავთ კი ბატონო დამელოდით ხაზზე მაშასე მეგობრებო უსმენთ არ დაიდარდოს ჩვენ კი ვაგზავნებთ ხოვნებს და დიდი სიამოვნებით გავისაუბრებ მსმენელს მოგესალმებით გამარჯობა დიახ კი ბატონო
რას მოისმენთ და ვის მიუძღვნათ? გიორგი დათიაშვილი, დიახ. მიღებულია. წარმატებულ დღეს გისურვებ, დიდი მადლობა ზარისთვის. დავიმშვიდობებ მსმენელს, ჩვენ კი სწორედ გიორგი დათიაშვილს მოვუსმენთ. ჩამოუქროლებ ჩემს საქართველოს. დავბადებულ ვარ საქართველოში, ღმერთმა მარგუნა დარიმზიანი, თუმცა მთავარი ჩემთვის ის არის, რომ ჩემი ერი არს ქრისტიანი, ერთგულება და ღვთის სიყვარული, რწმენა იმედი აღწევს სულში, მაშინ ბოროტი ვერას დაგვაკლებს, თუ კი გვექნება ქართული სული, მაშინ ბოროტი ვერას დაგვაკლებს, თუ კი გვექნება ქართული სული. ჩამოვუქროლებ შენ საქართველოს, მივალ იქ სადაც სუფლის სახლია, მუხტს მოვიდრეკ და ღმერთს შემღაღადებ, მოჰმადლე ჩემს სერს რაც აკლია. ჩამოვუქროლებ შენ საქართველოს, მივალ იქ სადაც სუფლის სახლია, მუხტს მოვიდრეკ და ღმერთს შემღაღადებ, მოჰმადლე ჩემს სერს რაც აკლია. თამარისერი ძალას მოიკრებს, არ დაგნინდება, ღვთიურ სიყვარულს მოაფრქვევს ირგვლივ, ძამს საქართველო კვლავ გამწყინდება. ჩემ საქართველოს, მივალ იქ სადაც სუფლის სახლია, მუხტს მოვიდრეკ და ჩამოვუქროლებ ჩემ საქართველოს, მივალ იქ სადაც სუფლის სახლია, მუხტს მოვიდრეკ და ღმერთს შემღაღადებ, მოჰმადლე ჩემს სერს ის რაც აკლია. ზურა ჩინჩალაძის კომპოზიციები თქვენ ძალიან კარგად იცით, ისიც იცით, რამდენი მომღერალი ასრულებს მის სიმღერებს, ისიც იცით თუ რომელი უფრო პოპულარულია. მე მაგალითად ნოსტალგიას როცა უსმენ ან რადიოში, ან ჩემს პერსონალ კომპიუტერზე, ყოველთვის ვამბობ, რომ აი ეს სიმღერა ყველას ჯობია. აქ გაზაფხული გვიან მოდის, წვიმები მხლიან, ბავშვობის ხანა დაიჩემეს, სიზმრებმა ბინად, ვეღარ ვიხსენებ იმ გოგონას, სახელს უცნაურს, მე რომ მიყვარდა იქ წარსულში, საოცრად წინა, ახლა რა ხდება ჩემს ქუჩაზე, მეტავთენდება, ალბათ ქვაფენილს მოფენია, წითელი ვარდი, ალბათ ის ლოთის თხლად ჩაცმული,
გამლელებს ლოცავს და რაშინებს არეული შეშლილი მარტი როდის მე გულით კიდევ მოგისმე საყვედურსაც მოგითმე სიმღერასაც მოგიმღე და მოდი დღეს არ მოგიხდი ბოდიშმე და მლამაზ მოდიზე მოვალ როდისმე აკაუხებს არც ჩურჩული არ შეუძლია არც ეს ბუჩქები ინახავენ პირვანდელ კოცნას გულის სიღრმეში მეშინია რომ უცაბე და არ გათენდება და ერთილით მზე არა მოვა ახლა რა ხდება ჩემს ქუჩაზე ნეტავ თენდება ალბათ ყვაფენილს მობენია წითელი ვარდი ალბათ ის ლოთის ხლაჩაცმული გამლელებს ლოცავს და რაშინებს არეული შეშლილი მარტი როდის მე გულით კიდევ მოგისმე საყვედურსაც მოგითმე სიმღერასაც მოგიმღე და მოდი დღეს არ მოგიხდი ბოდიშმე და მლამაზ მოდიზე მოვალ როდისმე გულით კიდევ მოგისმე საყვედურსაც მოგითმე სიმღერასაც მოგიმღერ და მოდი დღეს არ მოგიხდი ბოდიშმე და მლამაზ მოდილზე მოვალ როდისმე ალბათ მოგისმე მე ისევ ნატრობ დაბრუნებას მაგრამ არ ვიცი უფლისნება ალბათ მოვალ როდისმე ესეც ასე თბილისში ცივა სხვა შორის როგორი ამინდუველოდება კი არ ვიცი იქით გაქვს ბარში მე რო ვიყავი თბილოდა და ამის არის ხო მაგრამ ახლა რა სამართს რას ამბობენ როგორი ამინდი მე მგონი კი სითბო იქნება ხა სხვასთან ახლოა და არა ჩვენ ჩავიტანოთ ქართული სითბო და იქ ზუსტად ვიცი რომ ემიგრანტები სითბოთი დავხვდებიან სითბო ჩვენ უნდა შევქმნათ იქ ყველა ხო, ზურა, ეხლა რა მინდოდა რომ მეკითხა, ეს ღონისძიება, რომელსაც ჩვენ სამმარტს გავაკეთებთ იტალიაში, წეგანაც ვამბობდი საუბრისას, არ არის პირველი შენი გასვლითი ღონისძიება, მანამდე ჩვენ იტალიაში უნდა შევხვდეთ, ხო, მანამდე შენ მიდიხარ ღონისძიება გაქვს, სად ზუსტად გამოსცემენ? მე ბარსელონაში მაქვს პატარა კონცერტი. და ბარსელონის შემდეგ მოვფრინავ იქ შევხვდებით, დავხვდებით ორში. ანუ ადგილზე შევხვდებით. ადგილზე შევხვდებით. რეპერტუარზე მინდა კითხო, რამდენი სიმღერის შესრულება მოგიწევთ შენ და გიორგის, როგორ არის გადაწყვეტილი ეს ამბავი? საერთოდ ცოტა მოზრდილ კონცერტს ახლა ისეთიც არ მინდა რომ გაუთავებელი იყოს. მოსაბეზრებელი არ უნდა იყოს და ნუ ხალხიც მეკითხება რომ რამდენი ხანი იქნებაო და შენ იცი რა ხალხი იმიტომ გეკითხება რომ მათ უნდათ რომ ძალიან დიდ ხანს დავრჩეთ მათთან ერთად Facebook-ზე რომ წერენ მაგრამ ყველაფერს თავისი ისა კანონი საერთოდ კონცერტი საათი და 20 წუთი უნდა იყოს მაგრამ ჩვენ ვაპირებთ ცოტა დიდი 2 საათამდე 2 საათამდე ვაპირებთ იმიტომ რომ უნდა მოგეფეროთ უნდა ჩამოვიდეთ თქვენთან დარბაზში და სიმღერებს მღერი ვარო რომელიც საერთოდ არ მღერი ვარ ის მაქსიმღერებს ხო
ჩემსაც ძველი სიმღერებია, არ მღერი ვარ, მაგრამ აღარ მღერი ვარ. დაახლოებით რამდენი სიმღერის შესრულებას აპირებ? სადღაც ალბათ 30 ორივე. 22 შენ და გიორგი 15 სიმღერა. ეს უკვე იცი ამ ხელა, შენ ხო საუბრობ იქა. იქ ამერიკიდან ჩართვა იქნება, ისრაელიდან ჩართვა იქნება, საბერძნეთიდან იქნება ჩართვა. ის დრომიდის. სტუმარი ხომ არ გვეყოლება ჩვენი კონცერტის მსვლელობის პერიოდში, ვინმე ხო არ შემოგვიერთდა მუსიკალური ნომრით? მუსიკალური ნომრით შეიძლება იტალიელები, პატარა ახალგაზრდა ორი ბიჭია და ერთი გოგონა ძალიან მომეწონა იქ. გამეცნენ თვითონ იქ მოვიდნენ და მათი ჩამოყვანას ვაპირებ შენ კონცერტზე. აჰა. აქ ჩამოვიდა. თბილისში. აი ეს 15 აგვისტოს. და სხვათა შორის თურმე იტალიაში ასეთი გაგება და გამიხარდა ესო. თუ საქართველოში ზეაქვთ ასეთი წარმოდგენა, რომ საქართველოში თუ შენ ტაშ დაგიკრავენ, ესე იგი მაგარი ხარ. ხო, ეს თემასთან ახლოს არის, იმიტომ რომ საქართველოში ძალიან ისეთი კრიტიკული მსმენელია და მე ეჭვება რომ ეს ტყუილი. მან დრო ჩავატარებთო კონცერტს აქ უკვე ხელში იმას გვიზავენო, რა ქვია. უკვე პოპულარულები გავხდებითო. თურმე ჩვენ საქართველოს ესე გვიყურებენ. არა და ჩვენთანაც ასე არ არის ზურფოს ტელემაყურებელი. იქ თუ რამეს მიაღწიე, მაშინ გაფასებენ აქ ისენსია მე. როგორც იქაც ეგრე ყოფილა, რომ აი საქართველოში თუ კარგად ტაშ დაგვიკრავენ და ისაო თან გადავიღებთო, ისაო ჩვენი არაფერი არ გვინდა, ჩვენი ხარჯით ჩამოვალთო. ოღონდ გვამღერეთ. ოღონდ გვამღერეთ ერთხელ სადმე კონცერტი. კარგი, გამღერებთ ჩემო იტალიელებო, როგორ არის გამარჯობა? ბონჯორნო. ბონჯორნო. ნახვამდის ჩაო. ჩაო ნახვამდისა მე მგონი. გამარჯობა ჩაოა და ნახვამდის ჩაო. მაგრამ ეგ ისე რა, ცოტა უნდა ვისწავლო იტალიური თორე არ. და ჩაო, მეტი არა. მე ჩაო ვისწავლო და ბონჯორნო. ბონჯორნო გამარჯობა ოფიციალურად და არივიდერჩი ნახვამდის. მაგრამ მეგენი არის ძახიან, ჩაო. ჩაოს ამბობენ და საღამოსაც ჩაოს. ერთი მაკარონი არ მიყვარს. მოდის ვიხდი იტალიელებთან. სპაგეტი. ზურა, მე მაყურებელს შევპირდი რომ ჩვენი გადაცემისთვის ჩამოვიდანთ ექსკლუზიურ რეპორტაჟს. იმ სრული ინფორმაცია იქნება იქაური ღონისძიების შესახებ და რა თქმა უნდა ფორმატი რომელიც მე ყველაზე მეტად კულისებში რა ხდება, ის უნდა ვანახოთ ხოლმე ყოველთვის თვითფრინავში რა ხდება, კულისებში რა ხდება. ეს უფრო საინტერესო იქნება. ჩვენ ვაპირებთ თუ არ ვწდები წმინდა ნიკოლოზის საფლავის მოლოდინს, ჩვენ გვექნება აუცილებლად მაგის დრო. იქ ბარში ჩახვიდე და წმინდა ნიკოლოზის საფლავთან რომ არ მიხვიდი არ შეიძლება. მე არ ვიცი, დამავიწყდა მეკითხა, ბარში ნამყოფი ხარ თვითონ ქალაქში? ბარში კი ახლა 1-2 თუ 3 კვირის წინ ჩამოვედი, იქ ვიყავი. არა საკონცერტო კონცერტი. ერთი პატარა კონცერტი, ძალიან ახლობლებს შევხვდით 20 კაციანი პატარა. მე რესტორანში ვიქეიფეთ და რამდენიმე სიმღერა უმღერე. სამეგობრო ესე. სამეგობროს, ხო. კარგით, მაშინ რაღა დაგვრჩენია ჩვენ რომ წარმატებები გისურვო, შენს, გიორგისაც, ჩემთავსაც რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ. მე ზუსტად ვიცი რომ იგეგმება რაღაცა ღონისძიებები ჩვენი ქართული ემიგრანტებისთვის. ძალიან გამეხარდება თუ აი ეს ადამიანები, ვისაც აკლია სითქვა, მოდი ასე ვთქვა, ჩვენი მოფერება აკლია, ახლობლების მოფერება აკლია. მე ძალიან დიდი სიყვარულით მინდა მოვიკითხო ის ადამიანები, რომლებიც ბარში გველოდებიან, უდიდეს სიყვარულით მინდა მოვიკითხო, ჩემი ახლობლები მინდა მოვიკითხო ჯერ, ნათიას მინდა მოვეფერო აქედან, ნატოს მინდა მოვეფერო და ჩვენ მალე ჩამოვალთ, შენი უამრავი ახლობელია იქ და კი, ბევრი ახლა გავიცანი კი. ხო, ახალგაზრდა გოგონები. მეც რამდენი გავიცანი ცი ადამიანები Facebook-ში, რომლებიც ჩვენ ღონისძიებას შევქმნით და წერენ მალე ჩამოდით. აჟე მითხეს დაწერე ახალი სიმღერაო, მაგრამ მოასწრებ? ვერ ვასწრებ ახლა იმდენი იყო ახალი კი პრემიერა იქნება 2 სიმღერის, მაგრამ ეხლა ის უკვე ძველი დაწერილია. კარგი, მაშინ ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეს თბილისია. ვაჟა-ფშაველას გამზირი. 3 მარტს ჩემო ქართველებო, აგერ მე, ზურა და გიორგი თქვენთან მოვდივართ. და გპირდებით რომ აი ამ თბილისურ სითბოს თქვენამდე ჩამოვიტანთ, ჩაგახუტებთ და იგივე თქვენს მონატრებას და თქვენს სითბოს აქ თქვენს ახლობლებს ჩამოუტანთ. ასია? ასია. კარგით. ჩამოვიტანთ. მოვდივართ ჩვენ თქვენსკენ და დაგველოდეთ.
არ ვიცი სხვისი შეხედულება როგორია, მაგრამ მე ახლა ადამიანი მინდა გაგაცნოთ, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის ყური აქო რო იტყვიან რა, გიორგი, გამარჯობა. გამარჯობა, მოგესალმებით. ადამიანი, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის მუსიკალური თვალთა არა, ყურთა ხედვით, მოდი ასე ვთქვათ და შენ აი ეს არანჟირების ოსტატი ადამიანი, რომელსაც ესმის, როგორ უნდა გააკეთოს მუსიკა. ზურას რაღაცა ცოტა განსხვავებული ხმა აქვს. რთული არ არის მისი სიმღერების ჩაწერა? ზურასთან მუშაობა არის ძალიან საინტერესო. იმ ასე ვთქვათ ხედვით რომ აქვს არაჩვეულებრივი ტემბრი მისი დაბლები ეს არის რაღაც გამოკვეთილი ეს არის ადამიანის ინდივიდუალობა რომელი ინდივიდუალობაც ხდის ზურა ჩინჩალაძე ზურა ჩინჩალაძე ასე რომ და არა ყველა სხვანაირად რა თქმა უნდა ყველა სიმღერა ყველა არანჟირება ყველა მუსიკალური ესე ვთქვათ ნამუშევარი გადის ჩვენთან სტუდიაში ნუ დამუშავებას გადის ყველანაირი რამდენი რამე უნდა მასტერინგიო ეს ყველაფერი აბსოლუტურად ყველაფერი მუშავდება აბსოლუტურად ყველაფერი გადის იმ საფეხურებს სასაფეხურებიც უნდა გაიაროს მუსიკამ შემდგომ უკვე ისმის რა ადვილად ჩანს გარედან ყველაფერი ნუ გარედან ყველაფერი ჩაწერე იმღერე და მორჩა არ არის ესე კაცი რომელიც ამბობს ამ ყველაფერს შემდგომ უკვე ეს ყველაფერი უკვე მსმენელი ისმენს ამ ყველაფერს აფასებენ და როგორც ხედავთ ყველა მე მგონი კმაყოფილია და ყველა იმ თვალსაზრისით და იმ კრიტერიუმებით აფასებს რას კრიტერიუმებიც ასე ვთქვათ ჩვენთვის საჭიროა და ჩვენთვის საინტერესოა აი სხვათა შორის ეხლა სიმღერა რომელიც ეხლა ჩავწერეთ ჩვენ ზურას სიმღერა ჩავწერეთ რა კარგი იყო მეც რომ უკვე ავიღე საკუთარ თავზე. მე მომწონს ეს სიმღერა, ისეთია რაღაცა განწყობას ქმნის მაყურებლისთვის. რთული სიმღერაა ეს, აი როგორ ფიქრობ, რა მინდა იცი რო კითხო, ჩვენი ქართველი ემიგრანტები ემზადებიან, ტექსტს სწავლობენ და მუსიკას რომ იქ რა თქმა უნდა ეხა პლუსზე და იქ არავინ არ მოსთხოვს მათ. რთულად სამღერის სიმღერაა. ეს რა არის? სიმღერა საერთოდ არ არის ადვილი. ბევრისთვის ადვილია, ბევრისთვის ცოტა სხვანაირად შესახედია და ბევრიც ამბობს რომ რა უნდა სიმღერას ავგები და ვიმღერებ ჩვეულებრივად. ნუ თავარია მონდომება, თავარია სურვილი და ადამიანს მით უმეტეს ქართველ ადამიანს რომელსაც სიმღერა ძალიან კარგად გამოდის, მე მგონი ყველა შეიძლება. და სხვათა შორის კიდე ერთი მთავარია იქ დამხვდეს 1-2 ისეთი ადამიანი, რომელსაც მუსიკალური ნიჭი და სხვა შორის ნატო, შენი იმედი მაქვს, შენს იმედზე მოდივარ, ხალხთან რომ ჩამოვალ, პირველი შენ უნდა მოგიყვანო მიკროფონთან. შენ მოგმართავ, დამეხმარე ამ სიმღერის შესრულებაზე, ჩვენი ქართველი ემიგრანტს მიმართე, დავიბევე თავი. გიორგი, მოკლედ ხუმრობა იქით იყოს და ჩემთვის ეს ღონისძიება და ეს კონცერტი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მუსიკალური თვალსაზრისით, იმიტომ რომ ის ადამიანები მუსიკის მოსასმენად იკრიბებიან, გიორგის, ზურასი. რა ვიცი, ვისურვო წარმატებები მაშინ. წარმატებები. ჩვენ ზრუნავთ ამისთვის, ასე რომ წარმატებებს გისურვებთ ყველა საკედან და რა ვიცი, ნახოთ, მე ძალიან დიდი იმედები მაქვს, რომ გამოაარჩევ. მე საიდუმლოს გავამჟღავნებ, აი ეს კაცი ჩვენი გუნდის წევრი იქნება შემდეგ კონცერტებში რა და როგორ ამას სხვა გადაცემებში მოგიყვები. ახლა კი რაღა გითხრათ მეტი. მე მინდა აი ამ ქალაქიდან კიდევ ერთხელ მოგესალმოთ, წარმატებები გისურვოთ და ჩემი გადაცემა სკანერი, რომელსაც ზამთრის არდადეგები ქონდა, გახსნილად გამოვაცხადო. ეს სეზონის პირველი გადაცემა იქნება. ვინ იქნება შემდეგი გადაცემის სტუმარი? ეს არ ვიცი, ავარჩევთ, უამრავი კარგი ადამიანი გველოდება გადაცემისთვის. ჩვენ დავბრუნდით. სკანერი ეთერშია. დროებით. მომავალ შაბათამდე.